ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს ლუკა ჩანგელია გაგაცნობთ. გლობალური ძალების მხრიდან დესტაბილიზაციის ახალი გეგმა ვინ ცდილობს საქართველოში რუსოფობიის გაღვივებას და ჰიბრიდული ომის ახალი ტალღის წამოწყებას. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეგრეთ წოდებულ Deep State სურს რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ანტირუსული მუხტი არასდროს შენელდეს. თბილისი კი მუდმივი ეკონომიკური და სამხედრო საფრთხის წინაშე იყოს. ქართული ოცნების წევრები განმარტავენ, რომ გარე მტრული ძალების მიზანი რუსოფობიური განწყობების ხელოვნურად გაზრდა, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლა და ვითარების ესკალაცია. პარტია ეს არის ის ძალა, რომელსაც საერთოდ არც ერთი სახელმწიფო არ აინტერესებს დიდად. მათ შორის დიდი სახელმწიფოები, რომლებიც არის მექანიზმი აი ამ უცხოური ძალის ხელში, აი სწორედ მოქმედებენ ასეთი პატარა სახელმწიფოები, როგორიც არის საქართველოს წინააღმდეგ. გეგმები სხვადასხვა ფორმატით არის, ხან ეს არის შიდა არეულობების, ძალადობრივი აქციების ფონზე, დეზინფორმაციის ფონზე და ასე შემდგომ. ცვალებადია ეს ფორმატი, თუმცა მიზანი მაინც ერთია. მიზანი არის ის, რომ აქ იჯდეს ისეთი აზროვნების მქონე ადამიანები საქართველოს ხელისუფლებაში, როგორც მაგალითად არის სააკაშვილი, როგორც მაგალითად არის გვარამია და ასე შემდგომ. უსიტყვოდ შემსრულებლები უცხოური ძალების. მიზანი არის ეს, რომ მოხდეს ესკალაცია ჩვენ მეზობელ ქვეყანასთან, რომელსაც 20% ისედაც ოკუპირებული აქვს და მიზანი არის მხოლოდ ერთადერთი მოხდეს საომარი დაპირისპირება პირველ რიგში და ჯერ დაიწყოს ეს იმითი რომ მოხდეს ეკონომიკური ურთიერთობის შეჩერება რაც არც ერთ შემთხვევაში არ დააზიანებს რუსეთის ფედერაციას და დააზიანებს მხოლოდ საქართველოს ამოისება ჩვენი ეკონომიკა და დაზიანდება ამით მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი. ნინო წილოსანი აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებულ სპეკულაციებს ეხმაურება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციასა და NGO-ებს ისტორიული ტრაგედიის ვიწრო პარტიული და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. წილოსანის განცხადებით რადიკალურმა აგენტურამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომის დაწყების თარიღად ჯერ 8, შემდგომ კი 7 აგვისტოს დასახელებით ნარატივი გარე მითითებების საფუძველზე შეცვალეს. დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ დღეს როცა გარე ძალების ინტერესები აშკარად იკვეთება ისტორიული მოვლენების შეფასება ფაქტებს უნდა ემყარებოდეს და არა პოლიტიკურ ინტერესებს. ნინო წილოსანი იხსენებს პერიოდს, როდესაც ამ თემის ირგვლივ სოროსის ფონდ სპეციალური ვებგვერდიც კი ჰქონდა შექმნილი. სატელევიზიო არქივში დღემდე ინახება მასალა, რომელიც 0808 ამ სახელწოდებით შექმნილი პორტალის საინფორმაციო კამპანიას ასახავს. პროექტის შესახებ მისი ავტორები სატელევიზიო ეთერებში საუბრობდნენ. ჩაეშვა ეს ვებგვერდი უკვე 0808 კი და ეს ჯერჯერობით 30 მდე ისტორია გამოქვეყნებული, ასევე არის 3 ფილმი უკვე გამოქვეყნებული და 8 აგვისტომდე ჩვენ ნელ-ნელა ვიდრებთ ამ ისტორიებით. ეს მხოლოდ ამ თარიღისთვის მომზადდა თუ მერე შეიძლება კიდევ განახლება? ეს დარჩება როგორც მეხსიერება. ტაიმლაინის ფილმის ქრონიკებიც 8 აგვისტოსთვის ჩაიტვირთება და 8 აგვისტოს გახდება ხელმისაწვდომი. ფიქრობ აუცილებელია აგვისტოს ომის თემას და ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებულ სპეკულაციებს კვლავ მიუბრუნდეთ. რადგან როგორც არაერთხელ დავწმუნდით, რადიკალური აგენტურა ამ საკითხს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის აქტიურად იყენებს. ნურავინი ფიქრებს, რომ სააკაშვილმა და ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა მიდგომა შეცვალა. რეალურად, როდესაც ფაქტებით დადასტურდა, რომ 7 აგვისტოს საომარი მოქმედებები უკვე მიმდინარეობდა და 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღად წარმოჩენა აგენტურისთვის პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იყო, გარე დავალების შესაბამისად მომენტალურად შეცვალეს ნარატივი და ომის დაწყების დღედ 7 აგვისტო დასახელდა. ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოებას კარგად ახსოვს აგენტურის სამარცხვინო კამპანია, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და რაშიც აქტიურად იყვნენ ჩართული ის ეგრეთ წოდებული NGO-ები, რომლებიც რეალურად ქვეყანაში დესტაბილიზაციის მთავარ წყაროს წარმოადგენენ და იმავე გარე პატრონების აგენტურას წარმოადგენენ. მანამ სანამ ომის დაწყების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გარე მითითებას მიიღებდნენ, ისინიც წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ამ თემის ირგვლივ სოროსის ფონდ სპეციალური ვებგვერდიც კი ჰქონდა შექმნილი, რომელსაც გულანთებული NGO-შნიკები, მაგალითად გიორგი ბურჯანაძე და საბა ბრაჭველი აპირებდნენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მით უმეტეს ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყნის უახლეს წარსულზე ღიად და საჯაროდ მიმდინარეობს დისკუსია, როდესაც აშკარად იკვეთება გარე ძალების ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში, მათი აგენტურა კი გაშიფრულია დღეს, ისე როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული მოვლენების შეფასება ემყარებოდეს ფაქტებს და არა პოლიტიკურ ინტერესებს. აგვისტოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი ტრაგედიაა და მისი გამოყენება ვიწრო პარტიული მიზნებისთვის დაუშვებელია.
დავალება შეასრულა და ქვეყნის პოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციებში საფრთხე შეუქმნა. გაამწვავა შერიგების შესაძლებლობა, საქართველოს კი ომის დამნაშავედ გამოიყვანა. ასე აფასებენ ვეტერანები გიორგი ბარამიძის იმ განცხადებებს, სადაც მან ქართველი სამხედროები და მოქალაქეები აფხაზეთ ყვეების მკვლელობაში დაადანაშაულა. მებრძოლები, რომელთაც აფხაზეთის ომის თითოეული დღე ახსოვთ, სააკაშვილის მთავრობის მინისტრს ბრალს სამშობლოს ღალატში სდებენ. ძალიან მაგარია. ეს არის შეკვეთა, რომლიდანაც ნაბიჯის გვერდზე გადადგმის უფლება არ აქვს. შეკვეთა არის გარე ქვეყნებიდან, ან ერთი ქვეყნიდან კერძოდ დაგვამშვიდა. რა მე რო რაღაცებს ლაპარაკობო, ესო იმ წარსულშიო მიღებულ რეზოლუციებს არ დააზიანებს. არა, უკვე აზიანებს. აფხაზებმა თქვენსო ჟენევაში უახლოეს მოლაპარაკებებზე ამ ქართველების ჩვენებას, ბარამიძე რატომაც ქართველი, ნუ ხა გვარით და სახელით ქართველია რა, თან მაღალჩინოსანი ხო სხვადასხვა დროის ქართველების ჩვენებას აუცილებლად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე, რაც ქართველებმა მოგვიწყეს აფხაზეთში. ნუ აი წარმოუდგენელ ბოროტებას ჩადის რა და კიდევ ვიძახით, თან არ ჩერდება. არაფერთან შეხება არ გქონია. ყველგან იყო ბუტაფორიულად კამერებით მიდიოდა. ეხა ბევრი ვიდეოები რატო სუ კამერები დადიოდა და 10 წუთიო ჩამოდიოდა, 10 წუთის ვიდეო მიქონდა თბილისში. რაც არ იცის, იმას საუბრობს. დიდი ოდენობით თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორ სხვადასხვა საქმეზე საქართველოს 5 და თურქეთის 1 მოქალაქე დააგავა. ერთ-ერთ საქმეზე თაღლითურ დანაშაულებრივი ჯგუფი ფულადი თანხის სანაცვლოდ საქართველოში დროებით მყოფ თურქეთის მოქალაქეს ბინადრობის ნებართვის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა, თუმცა დანაპირები ვერ შეასრულა. შემდეგ საქართველოში მისი ყოფნის კანონიერი საფუძვლის შექმნას ხელი შეუწყო. რაც შეეხება სისხლის სამართლის მეორე საქმეს, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში დროებით მყოფ თურქმენეთის მოქალაქეს დაჰპირდა საზღვარზე გაყვანასა და შემდგომ უკან შემოყვანას ისეთი ფორმით, რომ კანონიერად გაგრძელებოდა საქართველოში ყოფნის ვადა. დანაპირები ვერ შესრულდა, თუმცა თანხა მოითხოვა და ნაწილი მაინც აიღო. დაკავებულებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. Üç bin dedin KGB, al abi. 7 bin dedin pasaport, al abi. 1000 dolar dedin mühürler. Geliyor. 5 bin dolar. Hayır, geldi. 5 Evet, 5 bin. O 5 bin dolar. ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, რომელიც საქართველოს 4 მოქალაქესთან ერთად წარმოადგენდა თაღლითურ დანაშაულებრივ ჯგუფს, საქართველოში დროებით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 14500 აშშ დოლარის სანაცვლოდ ბინადრობის ნებართვის მიღებაში დახმარებას დაპირდა, თუმცა დანაპირები ვერ შეასრულა. დაზარალებულს გასული ჰქონდა ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა, რაც ცნობილი იყო დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებისთვის. შესაბამისად, მოგვიანებით დაკავებულ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქეები თურქეთის რესპუბლიკის იმავე მოქალაქეს დაუკავშირდნენ და 3000 აშშ დოლარის სანაცვლოდ საქართველოში მისი ყოფნის კანონიერი საფუძვლის შექმნაში შეუწყეს ხელი. კერძოდ, აღნიშნული პირის პირადობის მოწმობის გამოყენებით საზღვრის რეალური კვეთის გარეშე პირადობის მოწმობით მგზავრობის შემოსვლისა და გასვლის ფორმაში განათავსეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ორმხრივი კვეთის დამადასტურებელი ოფიციალური შტამპები. რაც შეეხება სისხლის სამართლის მეორე საქმეს, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში დროებით მყოფ თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქეს გასდიოდა ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა, საქართველოს მოქალაქე კი 4000 აშშ დოლარის სანაცვლოდ დაჰპირდა მას საზღვარზე გაყვანას და შემდგომ უკან შემოყვანას ისეთი ფორმით, რომ კანონიერად გაგრძელებოდა საქართველოში ყოფნის ვადა. ბრალდებულმა ვერ შეასრულა დანაპირები, თუმცა მაინც მოითხოვა და მიიღო თანხის ნაწილი. თბილისში მოსულმა უხმან ალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა. განცხადება საკითხზე დედაქალაქის მერიამ გაავრცელა. გვიან ღამის მონაცემები ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და სარდაფები, ასევე მეტროს სადგურები რუსთაველი და ვაჟა-ფშაველა. მერია აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი შეინიშნებოდა თამარაშვილის გამზერზე. საბურთალოს რაიონში ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია და დაიწყო მილის აღდგენითი სამუშაოები. მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ თბილისის
თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე დედაქალაქის რაიონული გამგეობები. გზების გაწმენდისა და მოწესრიგების სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურად გრძელდება. თბილსერვის ჯგუფის მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ პრობლემურ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა და საფრთხე შეიქმნა. სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული როგორც სპეციალური მძიმე ტექნიკა, ისე თბილსერვის ჯგუფის ცოცხალი ძალა. გუშინდელი უქვინალექის შედეგად თბილისის 10-ვე რაიონში წვიმამ შექმნა გარკვეული პრობლემები. გზის სავალ ნაწილებზე გადმოტანილი იქნა ხრეში და ღორღი. შესაბამისად 24 საათიან რეჟიმში თქვენი თანამშრომლები როგორც მძიმე ტექნიკის საშუალებით, ასევე ცოცხალი ძალის დახმარებით ახორციელებენ გაწმენდას. ეხლაც ამ ეტაპზეც იგივე რეჟიმში გრძელდება სამუშაოები. განსაკუთრებით მძიმე ნალექი იყო როგორც ვაკეში, ასევე მთაწმინდისა და ქუთაისის რაიონებში. ყველა პერიმეტრზე ჩვენი თანამშრომლები 500-ზე მეტი ცოცხალი ძალა და 30 მძიმე ტექნიკა ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში და მანამ სანამ ეს პრობლემა სრულად არ იქნება აღკვეთილი, სამუშაოები გაგრძელდება. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბაგზე საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს კახეთში. ჩადარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლო სამსახვალ ფოტოსურათებს, რაც სოციალური ქსელის მეშვეობით უკანონოდ გაუგზავნა რამდენიმე პირს. კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული მიმდინარე წლის 14 აგვისტოს დააკავეს. დანაშაულის სასჯელის სახე და ზომა 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სხვადასხვა დროის ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 2 წარსულში ნასამართლებია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ჩადარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტანეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქის კუთვნილ მოტოციკლს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სხვადასხვა დანაშაულის დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 30,000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს განათლების მინისტრთან ერთად წყალტუბოს საზაფხულო ბანაკის მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში შეხვდა. აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა ჰაბში თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საგანმანათლებლო სივრცეები, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს. ჩვენთვის აფხაზეთის მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია სამომავლოდ ყველა იმ პროექტში, რომელსაც ჩვენ გეგმავთ, გავითვალისწინოთ ჩვენი დევნილი მოსწავლეების აზრი, ინიციატივები. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ტრადიციულად ყოველწლიურად ტარდება და რამდენიმე ნაკადის მიღებით ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავაცნოთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონი, მისი კულტურული მემკვიდრეობა. მივცეთ შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდებმა ერთმანეთი გაიცნონ, დამეგობრდნენ, ისაუბრონ იმ საკითხებზე, რომელიც მათი ასაკობრივი თუ ინტერესის მიხედვით არის მნიშვნელოვანი. ეს ბანაკი არის ძალიან საინტერესო ჩემთვის, რადგან გვიტარდება ძალიან ბრავოფუნქციური ტრენინგები. ეს ძალიან მეხმარება, რათა ბავშვებთან კომუნიკაციაში შევიდე, გავხდე უფრო კომუნიკაბელური. გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობები გარდა ტრენინგებისა. საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის ფორმატზე მუშაობენ. ინფორმაციას New York Times-ი ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიზანი ევროპული ინტერესების დაცვა, საერთო პოზიციაზე მუშაობა საფრანგეთი და გერმანია უძღვებიან. დიდი ბრიტანეთი კი ფრთხილობს, რადგან არ სურს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობები გაართულოს. სტატიის ავტორს ევროპელმა მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, რომ არსებობს რისკი ვაშინგტონმა ევროპას სამშვიდობო პროცესს ჩამოაშოროს და რუსეთთან შეთანხმებას მისი მონაწილეობის გარეშე მიაღწიოს. ევროპაში რეკორდულ სიცხეს და მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან. დიდ ბრიტანეთში სტიქიამ საცხოვრებელი სახლები გაანადგურა, დაშავდა 25 ადამიანი. ცეცხლის კერების გაჩენის გამო ესპანეთში ისტორიული მონასტრიდან არტეფაქტების უსაფრთხო ადგილას გადატანა მიმდინარეობს. დასახლებული პუნქტიდან 1800 მცხოვრების ევაკუაცია გახდა საჭირო გერმანიაში. რთული ვითარება ხორვატიაში, სადაც ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 14 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სტიქიას ებრძვიან ალბანეთში, საბერძნეთსა და ბელგიაშიც.
იტალიის პოლიციამ პარმის მახლობლად მდებარე მუზეუმიდან მოპარული 3 ნახატი იპოვა. ნამუშევრები რენუარს, სეზანს და მატისს ეკუთვნის. მათი საერთო ღირებულება 9 მილიონ ევროზე მეტია. ქურდობის საქმეზე მოლდოვის 9 მოქალაქეა დაკავებული. ნახატები მანიანი როკას ფონდის მუზეუმიდან 23 მარტის ღამეს მოიპარეს. კამერების ჩანაწერებში ჩანს 2 ნიღბიანი პირი, რომლებიც მუზეუმში ფანჯრიდან შეიჭრნენ, კედლიდან 3 ნამუშევარი ჩამოხსნეს და რამდენიმე წუთში ტერიტორია დატოვეს. შედეგად მოპარულ ნამუშევრებს შორის აღმოჩნდა რენუარის თევზები, სეზანის ნატურმორტი ალუბლით და მატისის ოდალისკი ტერასაზე. და ისევ საქართველოს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის და პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით ახალგაზრდებთან შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში გრძელდება. ამჯერად მანისის თეატრის დასი აბაშელა ახალგაზრდებს შეხვდა. იმჯერეს სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობაზე და ისაუბრეს ქართულ თეატრზე. ხვალკე აბაშაში ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრის მსახიობები სპექტაკლ ხალდეს წარადგენენ, რითაც ფესტივალი რეგიონში დაიხურება. ახალგაზრდებთან შეხვედრები სამეგრელოში 1 კვირის განმავლობაში იმართებოდა. დიდი წყვეტა არის აბაშაში თეატრალური ცხოვრების და იქნება რამენაირად თუ გვერდით დაგვიდგეთ, რომ ეს ცხოვრება, თეატრალური ცხოვრება გავაცოცხლოთ და ისევე განვახლოთ, როგორაც ეს წლების წინ იყო და ჩვენ აუცილებლად დავფიქრდებით ამაზე და პრაქტიკულად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აბაშაში ნანალა დაიწყოს თეატრალური ცხოვრება. ჩვენ ვისაუბრეთ რა ჩვენს შემდგომ ურთიერთობებზე, ჩვენს მომავალზე, როგორ რანაირად უნდა წარიმართოს ჩვენი ურთიერთობები, რა შეგვიძლია ჩვენ დავეხმაროთ იმ ახალგაზრდებს, თქვათ, ვინც აიხა დღეს ბრძანდებოდნენ მათი ანთებული თვალებით, ესენია ჩვენი ქვეყნის მომავალი და ძალიან ბედნიერებაა, რომ თვითონაც დაინტერესებულები არიან ამ სპექტაკლით და ამ ურთიერთობით საერთოდ და ესეთი ურთიერთობები ალბათ ძალიან ბევრი უნდა იყოს. ახალგაზრდებმა გადავწყვეტთ, რომ ესეთი იდეა გაგორცელებია და გვეთქვა, რომ ჩვენთან ჩამოსულიყო თეატრი და მიგვიღო ამ თეატრში მონაწილეობაც კიდევაც, ასევე ჩვენ აბაშის სკოლებიდანაც დავდივართ სხვაგან, რომ თეატრს უყუროთ, რომ ნაწარმოებს უკეთესად გავეცნოთ და კარგია, რომ ესეთი შეხვედრები ტარდება. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. მთავარი მწვრთნელის ალექსანდრ ჯიკიჩის განკარგულებაში 15-ვე გამოძახებული მოთამაშეა, მათ შორის ნაკრების ლიდერები თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და სანდრო მამუგალაშვილი. ოფიციალურ მატჩებში საქართველოს 28 აგვისტოს შინ მონტენეგროს, 31-ში კი სტუმრად პორტუგალიას დაუპირისპირდება. მანამდე ეროვნული გუნდი 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, 19 აგვისტოს ლიბანთან და 23-ში კი ისრაელთან. ყველანაირად ზად ვართ გულშემატკივარს კიდევ ერთი ლამაზი თამაში ვაჩვენოთ და ყველანაირი წინაპირობა იმისა, რომ გამარჯვებით დავამთავროთ პირველივე მატჩი. იოლი თამაში არ გველის, მაგრამ ვფიქრობ, რომ რეალურია ის მოლოდინები, რაც გვაქვს, რომ ორივე თამაში მოვიგოთ. ძალიან კარგი ვარჯიში ჰქონდა დღეს. ყველა ძალიან მობილიზებულები ვართ. რა ვიცი, კარგად ვეწყობით ერთმანეთს, ყველას მოგება უნდა. მე რაც შემეხება ძალიან მიხარია რომ აქ ვარ. გამიცდა 2 თამაში, მაგრამ ვამაყობ ბიჭებით რომ ესე მაგრა შემოაბრუნეს თამაში ესმანეთთან. ვფიქრობ რომ სანდროს ყავს ახლა საერთოდ სხვა გუნდი ვარ სანდროსთან ერთად და ძალიან მაგარ ფორმაში არის და დარწმუნებული ვარ რომ გაგვიმარტივებს ყველაფერს. კარგ ფორმაში არის ყველა. ვემზადებით უკვე ინტენსიურად მესამე დღეს დავიწყეთ და მზად შევხვდებით, დარწმუნებული ვარ თამაშის. მეტი ინფორმაციისთვის ეწვია ჩვენს ვებგვერდს რუსთავიორის წერტილიჯიან და ასკანერით QR კოდი და შემოგვერდით რუსთავიორის Facebook გვერდზე. გურიერი 6 საათზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს დღეს საღამოს 9 საათზე შევხვდებით.